თქვენ ახლა მინისტრები ახსენეთ და სულ რამდენიმე ხნის წინ პარტია საქართველოს პარლამენტში დაიბარა განათლების მინისტრი. Აი რა იყო ძირითადი, რატომ დაიბარეთ თქვენ განათლების მინისტრი და მისი წასვლის შემდეგ მიიღეთ თუ არა თქვენს კითხვებზე პასუხი? ახლა ვიგიპასუხებთ ჩვენმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის, ჩვენმა ფრაქციამ მანამდე სანამ განათლების მინისტრს მოვიყვანეთ, ყავდა ასევე ინტერპელაციას დაბარებული ჯანდაცვის მინისტრი და შემდეგ უკვე ახლა წინა ხუთშაბათი ხო ყავდა უკვე დაბარებული განათლების მინისტრი. იმიტომ რომ მიზანი იყო რომ ეს რაღაც რეფორმა რო დაიწყეს, ესეთი ფაცხა-ფუცხით გაკეთებული რაღაც რეფორმა რო დაგვიანონსეს და მე რო გზადაგზა რომ რაღაცებს ვიკებთ, პირველად როცა რეფორმის შესახებ გვამცნეს ირაკლი კუბახიძემ გვამცნო რომ აი რაღაც რეფორმას იწყებდა, არსად არანაირი კონცეფცია, დოკუმენტი, აი ფურცელზე დაწერილი კონცეფცია, რაღაც კონცეფცია, ის სულ კონცეფცია. სტრატეგიაზე არც საუბარი და ეგ მე ჩაშლილ გეგმაზე. ისიც კი არ მოიპოვებოდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდა ამას, როცა მოვიდა და გვითხრა თან, აი ახლა განათლების რეფორმას იწყებს და ის რაც გვითხრეს, თავიდანვე ჩანდა, რომ პირდაპირ იყო ჩარევა დამოუკიდებლობაში უნივერსიტეტების, ძალიან ბევრი გაურკვევლობა და ბუნდოვანება იყო და აი დღესაც აი რამდენი ხანი უკვე 6 თვეა, ხან სხვადასხვა ეს კანონ პროექტები მოაქვთ ამ თავისი შესაბამისად, ყველა კანონ პროექტში უამრავი ხარვეზია, შემდეგ თვითონვე ასწორებენ ამ ხარვეზებს, მერე დროდადრო გვიბრუნდებიან და გადავადებას აკეთებენ რაღაცის ან რაღაც აზუსტებენ, მაგრამ თავარი იცი რა არის, აი რეფორმა ხო რეფორმისთვის არ მეკეთებოდა, შენი რეფორმა ხო აკეთებ რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვს წინ და იცი რომ აი 10 წლის შემდეგ აი აქ ვიქნები და ამის შესაბამისად უნდა აკეთებდე. ანუ შენ 10 წლის მერე სად უნდა იყოს შენი განათლების რეფორმა, სად ხარ 10 წლის შემდეგ, რას გაძლევ შენ ეს განათლების რეფორმა? ეს ხედვა არ აქვს. ეხლა როგორ ფიქრობთ ახლა, როგორ შეიძლება განათლების რეფორმის თვითმიზანი იყოს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი? ეს არის თვითმიზანი? ანუ ერთ ქალაქში ერთი უნივერსიტეტი მჭირდება თუ 7? ეს იმის იქედან გამომდინარეობს, შენი მიზანი რა არის? შენი შედეგი რა უნდა დადოს ამ რეფორმამ? ამაზე ესეთი ტრაფარეტული სიტყვა რომ ჩვენი რაღაც რომ უნდა იყოს შესაბამისობაში და განათლება ჰქონდეთ და რაღაც ეს არ არის კი რაღაც ხო აი არა ბაზრის კვლევა ხო საოცარი არის კიდე ბაზრის კვლევა შეიძლება იყოს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით მაგალითად როდესაც ახლა ბაზრის კვლევაც იყო რომ ჩავიხედე ახლა მაშინაც უთხარი კობახიძე რო იყო მოსული მე ჩავიხედე როდის ჩავიხედე ბოლოს იმ ბაზრის კვლევაში მოთხოვნებში თქო და ბაზარში რო ითხოვენ კარტის ამ ჩეხალს სასტუმროს თანამშრომლს ეს არის განათლების სისტემის ასე ვთქვათ ფუნქცია შეიძლება პროფესიულმა სასწავლებლებმა მომავალი წლის ან უახლოესი 5 წლის გეგმა რომ გააკეთონ ან პროგრამები გააკეთონ იმას ჭირდებოდეს პროფესიულ სასწავლებლებს რომ იცოდეს ხაბას ითხოვს ვიღაცა ტუროპერატორს ითხოვს ვიღაცა ელექტრიკოს ეს გასაგებია მაგრამ მთლიანი განათლების სისტემა ბაზრის კვლევას როგორ შეიძლება ეყრდნობოდეს ანუ მიზანი რა არის განათლების სისტემის არა ნუ რა თქმა უნდა არა მე ისიც ძალიან საინტერესო იყო როცა ვეკითხებოდი თუ აი როცა ესეთი დიდი რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმა ფინეთშიც მაგრამ ამ ყველა რეფორმას წინ რაღაც კვლევები რა თქმა უნდა 6 წლიანი, 5 წლიანი, 3 წელი ემზადებოდნენ დიდი რეფორმებისთვის. ამას სწავლობდნენ. და რომ აი და ყველა საინტერესო რა იყო, როცა მოვიკითხე რომ აი გითხარით, თქო, ხო შეიძლება გითხრათ, ვინ ექსპერტები მონაწილეობდნენ. აი დამისახელეთ, სახელები, გვარები, ექსპერტები, მათი გამოცდილება, რატო უნდა ბენდო, ხო? ვერ დაგვიმხილეს, უვიძახო და გრიფის საიდუმლო ხო ეს ისე ხო არ არის, აგერ მიწები რო გაყიდეთ და ვიღაცას მიეცი და მეუბნები რომ იგულხილს შესახებ ინფორმაციას ვერ მოგცემო, გრიფის საიდუმლო რო დადეს. ამას შეიძლება ექსპერტის შესახებ ინფორმაციას გრიფის საიდუმლო ედოს? მე რომ ძალიან რომ ჩავაცივდით, მე ის რა ქვია, ცენტრის თანამშრომლებიო. ვაფასებ რა თქმა უნდა ყველა პროფესიონალს იმ ცენტრში ვინც მუშაობს. მაგრამ მაშინ მითხარი რომ განათლების რაღაც ხარისხის ცენტრმა იმუშავა ამაზე. ნუ მეუბნები რომ ექსპერტები მე აღმოჩნდა რომ ირაკლი კუბახიძე ითვლება თავად ექსპერტად და რომ განათლების სისტემა რო ძირეულად შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა უნდა დაიწყო. ნახეთ, თან არის, როდესაც რაღაცას აკეთებ, თვითმიზანი პროცესი ხო არა, ამ რეფორმა ხო? შენ უნდა, აი პირდაპირ უნდა ხედავდეს და ხედვა უნდა გქონდეს განათლების მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა, ვინც შემოგთავაზეს 10 წლის მერე სად არის ჩვენი განათლების სისტემა. დღეს რომ შევადაროთ, არც ვიზომებით, რასთან შედარებით უნდა გავიზომოთ, რისთვის უნდა მოამზადოს.
ამ მოქალაქეან ახალგაზრდა ამ განათლების სისტემამ, ხო? მართლა ელექტრიკოსი ხო არ უნდა მოგიმზადოს? კი, რა თქმა უნდა, მჭირდება და ენერგეტიკის სფეროს და უამრავი მიმართულებით მჭირდება და ექთანი მჭირდება და აგრონომი მჭირდება. მესმის, რამდენი ეს გავიგე, აქ შეიძლება ითვალო, ეს გათვალო, მაგრამ მაინტერესებს აბა ახლა ფილოსოფოსები, მაგალითად ფილოსოფიის ფაკულტეტი, მაგალითად ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, რომელმა ბაზრის კვლევამ უნდა უთხრას, რომ ქვეყანას ჭირდება ამდენი ფილოსოფოსი. ანუ ადამიანებს გონიათ, რომ განათლების სისტემა მთლიანად მხოლოდ ამაზეა, რომ შენ რაღაცა გასწავლოს, მაგალითად, რა ვიცი, ინჟინერია რაღაც კონკრეტული საქმის. განათლების სისტემა ხო პროგრამაც გადასახედია. არა, ბევრი დეტალი, მაგრამ მთავარი მიზანი ხომ სხვა არის, ხო? რას ემსახურება შენი განათლების მთელი სისტემა? კი, სხვადასხვა მიზანი შეიძლება იყოს, მაგრამ საერთო რაღაც ხედვა ხო უნდა გქონდეს სათხარ, მაგალითად, ხო? იმის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ნუ ძალიან საინტერესო იყო, თუ დაუსვით თქვენც ნახეთ, რომ რეგიონებში არ არის სასკოლო შენობები, ხო, სკოლები და მაგაზე იყო ძალიან საინტერესო პასუხი, ხო? თბილისშიც ძალიან ბევრი პროტესტი ვნახეთ ახლა ჩვენ, დაინგრა სკოლები, დაშალეს და მე აღარ აშენდა, სხვათა შორის ბაღების შენობებსაც მაგაზე ძალიან საინტერესო პასუხი და ჯორდანიას ბაღი, რომელიც დაანგრიეს და ნუ მაშინ ჩვენ რო ვაშუქებდით ამას, ყველაფერი ვიყავით, ინტრიგნებიც ვიყავით, ყველაფერი ვიყავით და გავიდა მე მგონი 5 თუ 6 წელია გასული და შენობა არ არსებობს. კეთი აი რაულობაში 3 სკოლა, აი ზემოთ არ წავა ვიდუბეში და საბურთალოზე, აი აქ თქვენს უკანა ხო რო გავყვეთ, ავლაბაში 3 სკოლა ესე დაკეტილი. ერთი დაანგრიეს და არ ააშენეს, მეორე რეაბილიტაცია მიდის და მე ხო ამაზე ძალიან საინტერესო პასუხი იყო, რომ მე რატომ ეკითხებითო, ეს ყველაფერიო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადავეცითო და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოკითხეთ. წარმოგიდგენთ, ახლა განათლების მინისტრი მეუბნება, რომ სკოლა რო არ აქვს ბავშვს და განათლებას რომ ვერ იღებს სათანადოს და რაღაცა გადანაწილებული არიან სამცვლაში სადღაც და გზაში ატარებენ ბავშვები ნახევრად ტრანსპორტი ხო მოგეხსენება თბილისში ვერ არის და სამესმენები რა უნდა აი აქ ახლა აგერ ავლაბრი და ზემოთ ახლა ბაზისუბანში დაყავთ და ბავშვი 2 საათი იქეთ გზაშია ამ ტრანსპორტის გადამკიდე და უკანაც მაგრამ მე რა უნდა იმეცადინოს ძალიან საინტერესო პასუხი ჰქონდა განათლების მინისტრს ამასთან დაკავშირებით როდესაც გვიპასუხა რომ მას არ ეხება ვიცით რომ მეორე წელია გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აშენება და მშენებლობა თვითონ ამ პროცესის ასე ვთქვათ მართვა შენების ან ტენდერის გამოცხადის ეს გასაგებია მაგრამ შენ როგორც განათლების მინისტრი ამით არ უნდა ინტერესდებოდეს ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყვეტ სად უნდა აშენოს სკოლა და რომელი სკოლაა პრიორიტეტული შენ განათლების მინისტრი არ წყვეტ ამას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიძლება თვითონ ის პროცესი ტენდერის გამოცხადების და იმ მშენებლობის პროცესი და იცოდეს იმიტომ რომ ამაზე ორიენტირებული როგორ უნდა გამოაცხადოს არა ეს კი ეხლა რაღაცას ცვლიან თითქოს და ვნახოთ რა გამოვა აი კარგი ეს გავიგე მაგრამ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რა იცის? აი რა იცის? საიდან იცის, რომელი სკოლა არის დღეს ყველაზე პრიორიტეტული? და ის შენ მიეცი მას დავალება, შენ არ უნდა აკონტროლოს, შენ არ უნდა მისცე დავალება? ის აშენებს, ხო? მაგრამ შენ ხო ამაში ჩართული უნდა იყო, პროექტში ჩართული უნდა იყო, შენ ხო უნდა იცოდე, როგორი სკოლა გინდა, რა სტილის სკოლა გინდა, მთელი სკოლის ინფრასტრუქტურა როგორი უნდა იყოს. აი წარმოუდგენელ რა ვიცი აი როგორ გითხრათ აი ფაქტიურად ახლა უკვე ინფრასტრუქტურაზეც აღარ არის ლაპარაკი თვითონ შენობა არ არსებობს და ხო კი მაგრამ მე იყო ძალიან საინტერესო კიდე ქონდა რომ აი რატო არის თან კომპეტენცია არა გაქვთ რომ მე რატომ ეკითხებითო ანუ ინფრასტრუქტურა აშენებსო და მე რაღაცა ცოტა ხნის მერე ყვება რომ აიო მალე ასეთი სკოლები იქნება ის ექნება შენ რა იცი კაც შენ თუ ამბობ რომ მე არ მეხება სკოლების აშენება შენ რა იცი როგორი სკოლა იქნება და როდის იქნება და აღნიშნა რომ ძალკე ყველა დანგრეული სკოლა მისი ძალიან დიდი გულის ტკივილი ხო რა ვიცი ხა გულის ტკივილი კითხოს მშობლებს როგორი გულის ტკივილია და გულის ტკივილი კი რა 4 წელია 4 აგერ გეუბნებით აგერ უკან გავიდეთ აი აგერ გეუბნებით ქეთევან წამებულზე აგერ ნადავადებზეც იყო აგერ ზურგს უკან ეხა რომ ავიდეთ ზემოთ ქეთევან წამებულზე 2 სკოლას გაჩვენებთ ზემოთ ქეთევან წამებულზე ერთი დანგრეულია და ნანგრევებია მეორეს რეაბილიტაცია მე-4 წელი მე-5 წელი დაიწყო მიდის და არც იციან მაგრამ ეს ინფრასტრუქტურაზე არ არის საუბარი მთლიანად ანუ და მე იყო ძალიან ისეთი თემა რომ გაგვიბრაზდნენ რომ პროფესიულ სასწავლებლებზე რატო არ გკითხეთო ეგეც ძალიან საინტერესო შეფასება ქონდათ პროფესიულ
თვითონ აი ცოტა ხნის წინ ქონდათ ინიციატივა რომ პროფესიონალები არ ყოფნისო ესეთი რაღაცა ელექტრიკოსი არ ყოფნის რაღაცა ესეთი ტრაქტორი ახლა უნდა შემოვიყვანოთ სხვა ქვეყნიდან გავამარტივოთ შემოსვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ანუ იაფი მუშახელი უნდა შემოვიყვანოთ რეალურად ესე გამოდის იმიტომ რომ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ საქართველოს მოქალაქეები იაფი მუშახელი უნდა იყონ მაგრამ შენ რომ მეუბნები 14 წლის თავზე რომ პროფესიულ სასწავლებლები გააქვთ და რაღაცა ეგეთი და ამ დროს პროფესიონალები არ ყავს 14 წლის თავზე აღმოაჩინე რომ შენმა პროფესიულმა სასწავლებლებმა პროფესიონალები ვერ მოგწეს და რაზე უნდა მელაპარაკო ახლა რატო არ დამსკითხვა რა კითხვა უნდა დაგისვა მე ვხედავ შენ მეუბნები შენი აღიარებაა რომ თურმე პროფესიონალები მიჭირს და რატომ უჭირს და იმიტომ რომ მონური შრომა რო არ მინდა ამიტომ ჩემი ბრალია რას ნიშნავს აი ახლა გზების დაგებაზე ისე საინტერესოა რომ წესიერ ხალხს ვერ პოულობ თუ ტექნიკარი შრომა შენ რომ ხელფას უხდიდე ადამიანებს სათანადო ღირსეულ ხელფას პროფესიონალებიც გეყოლება და ტექნიკაც გექნება შენ როდესაც სტენდერს აცხადებ და იქედან 30%-ის უკვე მოპარულად განხილვა სარაპირებ უკვე მოპარული არ გაქვს შენთვის სახში წაღებული და მე რაღაც ნაწილი ალბათ მაშინ პარტიაში მიტანილი მაშინ არც ტექნიკა გაგიჭირდება არც ხარისხი გაგიჭირდება არც ხარისხიანი მასალა გაგიჭირდება და არც პროფესიონალი გაგიჭირდება სხვადასხვა პროფესიონალურ სასწავლებლებსაც უნდა დიდი პოპულარიზაცია სადაც არის კი რა თქმა უნდა ახლა მაგრამ მშობლების მენტალიტეტი ხო ისე ძალიან საინტერესო იყო იქაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დაპირდა რომ ექნებოდათ პროფესიული სასწავლებელი და აგრარული მხარეა ხო ტურისტული პოტენციალიც აქვს იმას მოკლედ არ ეგრესა და პასუხად რა მითხრა იცით როცა მან განათლების მინისტრმა პასუხი დამ რომ აიო ახალ ქალაქში იქნება მომავალ წელსო თუ წელსო ახალ ქალაქში რომ იქნება და ნინოწმინდაში რომ არ იქნება ეს მე ნინოწმინდაზე გეკითხე მიქ დაპირდი და ახლა მოგიყვებით ახალ ქალაქსა და ნინოწმინდას შორის ორი ხო განსხვავებული ორი მუნიციპალიტეტია ტრანსპორტი არ დადის აქედან იქ რო წახვიდე ტაქსით უნდა წახვიდე 25 ლარი უნდა გადაიხადო ხო მაგარი ამბავია ხო და აი ტრანსპორტი რო არ მოძრაობს ასეთ ვითარებაში გეუბნება მე მითხა მე პასუხად ეს მაგრამ აი აქ ვაკეთებ გავიგმარ იქ რო დაპირდი და არ აკეთებ მოკლედ იცით რას მივხვდი კიდე ეს პასუხისგებლობის ასხლეტა არის აი წარმოუდგენელი რამე აი როგორ იცილებენ პასუხისგებლობას